განსაკუთრებული სიახლე შიდა ქართლში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. თურქული კომპანია Home Life რეგიონში ქალების დასაქმებას განაგრძობს. მათ ვისაც სურვილი აქვთ პირადი ჰიგიენისა და კოსმეტიკური საშუალებების კომპანიას შეუერთდეს პროცედურა გამარტივებულია. Home Life-ის ბიზნეს მოდელი დაფუძნებულია ქსელურ მარკეტინგზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავად გახდნენ კომპანიის წარმომადგენლები და დამატებითი შემოსავალი მიიღონ ონლაინ სახლიდან გაუცვლელად. იმისთვის, რომ გახდე გუნდის წევრი, საჭიროა გაიარო უფასო რეგისტრაცია Home Life-ში და მარტივად დაიწყოთ ბიზნესი, რაც შესაძლებლობას მოგცემთ საკუთარი დროისა და შემოსავლის მენეჯერი თავად იყოთ. თურქული კომპანიის საქართველოს გუნდის ლიდერის ია ჰათიროვის ორგანიზებით გორში გუნდის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც კომპანიის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. იქამდე კი თბილისში კომპანია Home Life-ის ოფისის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას კომპანიის დამფუძნებელი შეიდა იენიგუნი კომპანიის დირექტორებთან და პარტნიორებთან ერთად დაესწრო. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ Home Life-ის ადგილობრივ წარმომადგენელს ანა სადაღაშვილს დაუკავშირდეთ აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე 571 557 255. აღსანიშნავია, რომ კომპანიას საქართველოში უკვე ჰყავს 5000-ზე მეტი ქალი დასაქმებული, აქედან 400-ზე მეტი შიდა ქართლიდან. ჩემი პირადი კომპანია ბრენდი ლიდერების წყალობით შევიდა აზერბაიჯანში და შემდეგ უკვე საქართველოში. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ჩამოვედით საქართველოს ოფისის გახსნაზე. ჩვენ ვაძლევთ ქალბატონებს შესაძლებლობას იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები. მჯერა რომ როგორც თურქეთში და აზერბაიჯანში, ასევე საქართველოშიც გავხდებით პირველები და ამით მეტ ქალბატონს მივცემთ დასაქმების შესაძლებლობას. კომპანია Home Life არის საქართველოს ბაზარზე ახალი კომპანია. ჩვენ დაახლოებით 300-მდე სახის პროდუქციას ვაწარმოებთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენი პროდუქცია არის ბიო-ნატურალური და ეს რა თქმა უნდა ეკოლოგიისთვისაც და ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენს კომპანიაში ძალიან ბევრს შეუძლია მოვიდეს და დასაქმდეს. განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია სახლიდან გასვლა და მხოლოდ შეუძლია იმუშაოს ონლაინ. შეხვედრა ქალაქ გორში არის სხვა შეხვედრების გაგრძელება, გვქონდა ჩვენ უკვე სხვა შეხვედრები სხვადასხვა ქალაქებში. ვაცნობთ ჩვენს კომპანიას ყველას, რადგან გვინდა რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი კომპანიის შესახებ.